2/15-ის პირველი. მინუს 0.6x y კუბი გამრავლებული პლუს 0.5 კვადრატ y კუბზე. ჭრილები უნდა გავხსნათ. პირველი უნდა გამსაზღვროთ ნიშანი. მინუს ჯერ პლუსი იქნება მინუსი. შემდეგ უნდა გავამრავლოთ კოეფიციენტები 0.6 გამრავლებული 0.5-ზე. შემდეგ გადავამრავლოთ ტოლფუძიანები ერთად გადავამრავლოთ, ერთად დავაჯგუფოთ. ანუ x კვადრატზე რო გავამრავლოთ, ტოლფუძიანები ხარისხების ნამრავლის დროს ხარისხის მაჩვენებლებს შევკრიბავთ, x ხარისხად 2+2 იქნება, ანალოგიურად იქნება y კუბი y კუბზე რო გავამრავლოთ, y ხარისხად 3+3 იქნება. 0.6 რო 0.5-ზე გავამრავლოთ არის 0.3, x ხარისხად 4 2+2 2-ს რო დავუმატოთ 2 მივიღებთ 4-ს და მივიღებთ x ხარისხად 4-ს, 3-ს რო დავუმატოთ 3 მივიღებთ 6, ანუ y ხარისხად 6. ანუ მივიღეთ -0.3 x ხარისხად 4 გამრავლებული y ხარისხად 6. გადავიდეთ მეორეზე. მეორეში ჯერ ნიშანი განსაზღვროთ, პლუს ჯერ მინუსი იქნება მინუსი. შემდეგ კოეფიციენტები გადავამრავლოთ. 2.4 0.5-ზე გავამრავლოთ, k კვადრატი k კუბზე გავამრავლოთ და p ხარისხად 4 გადავიწეროთ. k კვადრატი რო k კუბზე გავამრავლოთ, k ხარისხად 2+3 იქნება. ნიშანი მინუსი გადავიწეროთ. 2.4 რო 0.5-ზე გავამრავლოთ, იქნება 1.2. 2-ს რო 3 დავუმატოთ, იქნება 5, ანუ k ხარისხად 5, p ხარისხად 4. ანუ მივიღეთ -1.2 k ხარისხად 5 და p ხარისხად 4. გადავიდეთ მესამეზეც. მესამეში, რა თქმა უნდა, პირველი ნიშანი განსაზღვროთ, მინუს ჯერ მინუსი იქნება პლუსი და გადავამრავლოთ კოეფიციენტები ერთმანეთზე. კოეფიციენტები ერთმანეთზე რო გადავამრავლოთ, გადავაქციოთ პირველ რიგში წილადებად. 1.1 მეორედის მაგივრად 3 მეორედი დავწეროთ, 1.1 მესამედის მაგივრად 4 მესამედი დავწეროთ. შემდეგ x კვადრატი x-ზე გავამრავლოთ, y კუბი y-ზე გავამრავლოთ, z გავამრავლოთ z კუბზე. x კვადრატი რო x-ზე გავამრავლოთ არის x ხარისხად 2+1, y კუბი რო y კვადრატზე გავამრავლოთ, y ხარისხად 3+2, z რო z კუბზე გავამრავლოთ, z ხარისხად 1+3. კოეფიციენტების გადამრავლების დროს შევკვეცოთ. 3 მეორედი რო 4 მესამედზე გავამრავლოთ, 3 3 შეგვეცავს და 2 4 შეგვეცავს. დაგვრჩება 2, x ხარისხად 2+1, ანუ x ხარისხად 3, y ხარისხად 3+2, ანუ y ხარისხად 5, z ხარისხად 1+3, ანუ z ხარისხად 4. მივიღეთ 2x კუბ y ხარისხად 5, z ხარისხად 4. გადავიდეთ მეოთხეზე. მეოთხეშიც პირველი ნიშანი განსაზღვროთ, მინუს ჯერ მინუსი იქნება პლუსი, შემდეგ კოეფიციენტები გადავამრავლოთ, 2.5 ჯერ 3.4 კოეფიციენტად იქნება და იქნება 8.5, შემდეგ m კუბი m კვადრატზე რო გავამრავლოთ არის m ხარისხად 3+2, ანუ m ხარისხად 5, შემდეგ n კვადრატი რო n კუბზე გავამრავლოთ, იქნება n ხარისხად 2+3, ანუ n ხარისხად 5, შემდეგ p რო p-ზე გავამრავლოთ, იქნება p ხარისხად 1+1, ანუ p კვადრატი და q კუბი გადავიწეროთ. მივიღეთ 8.5 m ხარისხად 5, n ხარისხად 5, p კვადრატი და q კვადრატი.